მოგესალმებით შემოერთულ მაყურებლებო, დღეს მე წარმოგიდგენთ პოდკასტს, ცოტა გაგვიგრძელდა პაუზა, რადგან არ ვიმყოფებოდი საქართველოში, არც ახლა ვარ და კოლეჯის ამბები გეცოდინებათ, როცა ხარ კოლეჯში, ძლივ სიცლი ესე რომ ვთქვათ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ომიკო. მესამე. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ომიკო დიშვილი, მადლობა გიორგი რომ მომიწვია პოდკასტში, იმედია კარგი პოდკასტი გამოგვივა, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ნახოთ, იმედია კარგი პოდკასტი გამოვა. მადლობა ომიკო რომ მოხვედი. არ ვიცი რამდენი ერკვევით ამ პოდკასტებში, მაგრამ გეტყვით რომ ძალიან რთულია, როდესაც იწვევ ადამიანს და ან დრო არ გიწყობთ ხელს ან რაღაცა და ესე ვთქვათ, ძლივს მოვობით თავი. შეუძლია ომიკოს გითხრას ესე რომ ვთქვათ თავისი ამბები სიტყვაზე რატომ დაიწერა YouTube-ზე ომიკო დიშვილი YouTube-ი ესე რომ დავიწყოთ YouTube-ისკენ და მე როგორ გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე რომელიც არის ფილმები, კერძოდ კი თინეიჯერგელი. ასევე სერიალიც არის. ოკეი. სანამ მაგ თემებს დავიწყებ, მინდა ვთქვა რომ ძალიან კომფორტულად ვარ პირველ დვარ სხვათა შორის პოდკასტში. ხო და პოდკასტში რომელშიც მივიწვიეს რა. ესე იგი, რატო დავიწერე მაინც ომიკო დიშვილი. ესე იგი, მე ვარ ომიკო, სახელი და გვარი ომიკო დიშვილი, მაგრამ შემეძლო რა თქმა უნდა, რამე გეიმინგ სახელი დამეწა სიტყვაზე ან რაღაც რეაქტ ომიკო რეაქტ ან რაღაც რა. მაგრამ მინდოდა მრავალფეროვანი კონტენტის შემოტანა რა. თან მიზიდოდა ძალიან ეს YouTube-ი, მინდოდა პოპულარობა და რაღაც თან სადღაც 11 წლის ვიყავი რომ დავიწყე მგონი თუ 10 წლის აიგრე რა მიახლოებით 10-11 წლის და ძალიან მინდოდა კონტენტ კრეატორობა, პოპულარობა მინდოდა რომ ხალხს გავეცანი და რაღაც რა. და ამის შემდეგ მრავალფეროვანი კონტენტი შემოვიტანე, გვარი და სახელი დავიტოვე, მეთქი შეიძლება გადავაკეთო, მაგრამ მაინც არ მიწვია სახელის მოფიქრებაზე, ნიკნეიმის მოფიქრებაზე და დავტოვე ესე და ომიკო დიშვილი რა. თან მრავალფეროვანი კონტენტის შემოტანა მინდოდა და ეგ არის რა იდეაში. კაი. შენ ახსენე მრავალფეროვანი კონტენტი. შენი აზრით იცავ მაგ ბალანსს თუ არა? თავიდან სხვათა შორის ასე თუ ისე მრავალფეროვანი იყო, რადგან იყო რეაქტები, ვლოგები, გეიმინგი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ბოლო დროს თლად ვეღარ ვიცავ, იმიტომ რომ ძირითადად რეაქტებზე ვარ ხოლმე რა. აი PvP flow როდებს რაღაც ბეთლებს და რაღაც მაგებს ვარ რეაქტებ ძირითადად რა. მაგრამ შეიძლება რა მაგ პრობლემის მოგვარებაც და ვლოგები და რაღაცები მოხდო რა. მაგრამ აი ამ მომენტში ვერ ვარ რა. ჩემი არხი არ არის მრავალფეროვანი. აი კონკრეტულ. კაი. ესეც კითხვა მაქვს, რომ ანუ შენი აზრით რას ეწოდება მრავალფეროვანი კონტენტი და როგორ უნდა დაიცვა ეს ბალანსი დაწყებიდან სანამ არ დაასრულო. ოკეი. კაროჩი მრავალფეროვანი კონტენტი YouTube-ზე არის, როდესაც არ მიყვები მაინც ერთი და იგივე კონტენტს. აი იქნება ეს გეიმინგი, რეაქტი და უნდა კონდეს შიგადაშიგ სხვადასხვა კონტენტი რა. იქნება ეს რეაქტი, გეიმინგი სხვადასხვა შორის ვლოგები არის ძალიან პოპულარული კონტენტი და ძალიან ბევრს იზიდავს რა. ძალიან დიდ კომუნიტს მოსწონს რა. და ჩემ კომუნიტსაც ძირითადად ვლოგები ევასებოდა, ხო და გადავწყვიტე რომ გადაეყო რა. ესე იგი, უნდა კონდეს სხვადასხვა კონტენტი, არ იქნება ეს ერთი სხვადასხვა კონტენტი უნდა რაც მთავარია, თან შენც უნდა გისტორდებოდეს, რა თქმა უნდა, თან მაყურებელის აზრით უნდა მოისმინე, როდესაც შეიძლება ვაფშე სხვა რაღაც მოსწონდეთ, ხო, მაყურებლებს. უნდა ჩაატარო community post-ზე, უნდა დადო მაგალითად გამოკითხვა, რა გადავიღო, ან კომენტარებში დააწერინო ან რაღაც და ამის დამიხედვით სხვადასხვა კონტენტი უნდა დადო რა. და ეს იქნება მრავალფეროვანება ჩემი აზრით რა. კაი. როდესაც მაყურებლის აზრსაც მოისმენ და სხვადასხვა კონტენტს დადებ. სიტყვაზე შენახსენე რომ მრავალფეროვან კონტენტს ვდებდიო და ეხლა იმდენად არა. შენი აზრით არის შანსი რომ დააბრუნო თვითონ ეგ მრავალფეროვანი კონტენტი თუ ჯერ არა? ან რატომ შეცვალე? ანუ აი თავიდან თითქოს არ მაინტერესებდა არც ლაიქები და ნახვები დიდად, აი 25 ლაიქი კი არ და ნახვა რო იქნებოდა, მაინც რომ ისტორდებოდა და ეგეთი მომენტი იყო თან. კომენტარებიც ვერ იწერებოდა, რადგან არ ვიცოდი, კარგად ვერ ვიყავდი მე და ამუღამე რაღაცეები, ხო და რავი, ძალიან გაასწორა, რომ ესე რაღაცეები თვითონ ასწორებს რა, როდესაც ამუღამებ და მიყვები რა. ესე კითხვა რა იყო?
შესაძლებელი თუ არა რომ იგივე კონტენტი დაბრუნდი ხო, არა მრავალფეროვნებით. ან ოკეი. რატომ დაიწყე კი, თვითონ შესაძლებელი არის, მაგრამ ხო, შესაძლებელი არის, მაგრამ რადგან ჯერჯერობით დრო არ მაქვს მაინც და მაინც სკოლის გამო რა, სკოლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს რა თქმა უნდა ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც ისეთებიც არის, რაც წინ დგება უფრო ვიდრე ვიდეოების დადება და რაღაც. ხო და რავი. ხო, რა შესაძლებელია დაბრუნება, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო აი ზაფხულში შეიძლება რა ზაფხულში მინდა რაღაც ისეთი კონტენტის დაბრუნება, რომელიც კონტენტად და რავი, უფრო მრავალფეროვანი გახდება ისე ის არხი და რაღაც რა. აი, მაგალითად ესეთი რაღაცის დაგეგმა მინდა ზაფხულისთვის. წონის კლევას ვაპირებ რა და მინდა რომ ვლოგებით ან რაღაც ეგეთი მსგავსი გადავიყო რა. იდეაში მაქვს და ვნახოთ რა. კარგი აზრია სხვათა შორის ეგ არის რა. და ვინ გივიძგა ხო. ან რატომ თან დაიწყე განსხვავებული იქნება ჩინებითი კითხვაც ისე. მაქვს. რატომ მაინც და მაინც YouTube? ხო, ძალიან ბევრი იუთუბერს უყურებდი. აი, ლეგენდება უეჭველი გეცოდინებას რა, ვინც ძველი იუთუბერებს უყურებდით, ირაკლი გეიმერი და გიორგი გეიმერი. შენ სხვა შემთხვევით. GTA-ს თამაშობდნენ ხოლმე რა და იყო ძალიან მაგარი კონტენტი რა. ანუ GTA იყო თითქმის, მაგრამ მაინც ძალიან ასწორებდა. ხანდახან რაღაც ისეთი ფასიანი თამაშებსაც იღებდნენ სხვა თამაშებს რა, მაგრამ ძირითადად GTA იყო. ხო და აი უბრალოდ ისეთი სიცილით და რაღაცნაირი გადმოცემის უნარი და ყველაფერი ისეთი ქონდათ, რომ გისტორდებოდა იმენა ყურება, არ გაინტერესებდა იქნებოდა 1 საათიანი, 2 საათიანი ვიდეო დაუჯდებოდი და იმენა თან იცინოდი და თან უყურებდი რა, იმენა მაგარი ხალხი არის რა. ეხლა აღარ ვიცი არიან თუ არა YouTube-ზე. მგონი CS:GO-ს დებენ ხოლმე, არ ვიცი ზუსტად, ადრე დებდნენ ხოლმე. ეხლა კაი ხანი აღარ მინახია, მაგრამ აი ეგ ორი იუთუბერი ერთ-ერთი мотиваცია იყო, რომ დავიწყე YouTube-ი. ასევე ამიკო ზარკუაც იყო, ნიკა TMG და ასე შემდეგ კიდე ბევრი ზოგი ამერიკულ YouTube-ზე გადავიდა ასე ვთქვათ, აი მაგალითად ერთ-ერთია ტყეშე, ძალიან მაგარი კაცი, შეიძლება იცი კიდეც. კი, მეგობრებშიც ხო. ყოფილი. ეგ იყო ხო, ეგ ძალიან მაგარი კაცია რა. მაგრამ ამერიკულზე გადავიდა, აი სკივიდი ტუალეტი რო არა, აი მაგის კონტენტი აქვს და სხვა შორის ძალიან მაგარა გაუვარდა და მილიონ გამომწვევს აცდა უკვე. საკაიფოდ არის რა. ხო რა, ეგ იუთუბერები იყვნენ ძირითადად რა. ჩემი გადმოსახედიდან ტყეშე იყო პირველი იუთუბერი, ვინც დავინახე ესე ვთქვათ და მაგასაც აქონდა თავიდან GTA-ს კონტენტი, მაგრამ მე ესე ვთქვათ შეიცვალა კონტენტი, გადავიდა სხვა რაღაცებზე, მაგრამ ლეგენდებად ითვლებიან ირაკლი და გიორგი რა თქმა უნდა. და სხვათა შორის გამიკვირდა რომ ესე ვთქვათ ამ ახალმა თაობამ ესე ვთქვათ ბჭყალებში იუთუბერებმა იციან ამ ორი ლეგენდის შესახებ, რადგან როგორც წესი 2009-ში, 2008-ში დაბადებულმა ბავშვებმა უფრო ვიცით, ვიდრე ესე ვთქვათ სიტყვაზე 2014-15-დან. მე 10-იანი ვარ ის. აი ტყეშე Resident Evil-საც იღებდა როგორც რა და ნუ სხვადასხვა თამაშებსაც იღებდა, მაგრამ GTA და Resident Evil-ი განსაკუთრებით მახსოვს რა. კი ბატონო. ძალიან ბევრი სიმულატორ თამაშებსაც იღებდა რა. ხო. აი. და ვინ იყო შენთვის ინსპირაცია, რომ აი ამის გამო დაიწყე სიტყვაზე და გინდა დღემდე რომ აი მაგ ტიპთან სიტყვაზე კომუნიკაცია გქონდეს, ანუ მეგობრის ფონდში ვყავდეს. იუთუბერთან? ხო, დროთა განმავლობაში მე გავიცანი სხვა იუთუბერებით რა, გავიცანი რა, ხო, YouTube-ზე ვნახე და გამისწორდა მათი კონტენტი და თვალს ვადევნებდი. ეხლა დიდად ვეღარ ვადევნებ თვალს იუთუბერებს, მაგრამ სლენდერად ძალიან მევასება რა, სლენდერ BM-ი. ძალიან სახალისოა უბრალოდ მაგის კონტენტი და შეუძლებელია თან ისეთი აქვს, რომ უეჭველი და რაღაც და ძალიან ასწორებს მაგის კონტენტი და გამისწორდებოდა რომ ვიცნობდე რა, ესე პირადულად რომ ვიცნობდე, ძალიან გაასწორებდა. და რავი, ამიკო ზარკუაც ასწორებდა, მაგრამ ეხლაც ასწორებს, პროსტა მე დიდად ვეღარ უყურებ ხოლმე რა. თან ყოველდღე რო ვიდეოს დევს და მაგ მომენტში ცოტა ისე ვარ რა. დრო რო არ მაქვს, ვერ უყურებ ხოლმე. ხო, რა სლენდერ BM-ი ძალიან მევასება.
და არიან რა ზოგი იუთუბერიც, მაგრამ უფრო სლენდი რა ძალიან გულშია ეგ კაცი რა, კაი კაცი. ვინაცხოვო. გასაგებია. აი, ეხლა შენ თუ გაქვს კითხვები გისმენ, თუ არა და გადავიდეთ მთავარ თემაზე. ოკეი, როგორც ვიცით, ირლანდიაში ხარ. კი. ირლანდია. ოკეი. ხო და ხო არ აპირებ რამე კონტენტის დადებას, აი მაგალითად მან რა საკვებიც არის დააგემონო და რაღაც ან მუკბანგი ან რამეს ხო არ გეგმავ. სიმართლე გითხრა არა? რამე ხო. თან ესე რომ ვთქვათ, ოკეი. არა მაქვს ეგეთი სტილის კონტენტი და არც ვაპირებ რომ დავუმატო. Yes. მაგრამ ვაპირებ რომ მოგზაურობასთან ასოცირებული პატარ-პატარა მოკლემეტრაჟიანი ბლოგები გადავიღო, სადაც მოკლე ინფორმაციას გადავიღებ, ესე ვთქვათ, თვითონ იმ ადგილის შესახებ, ლამაზი კადრებით და ესე ვთქვათ, ლამაზი გაფორმებით. ოკეი. გასაგებია. ოკეი. აბა გადავიდეთ მთავარ თემაზე დღევანდელი პოდკასტის. დღევანდელი ჩვენი მთავარი თემა იქნება სერიალი და ფილმი თინეიჯერ მგელი, რომელიც ორივეს მაგრად გიყვარს და შესაძლოა ალბათ კითხვებს მაგაზე დავუსმენთ ერთმანეთს. და რადგან სტუმარი ხარ, მოდი შენ დაგითმობ ამ არჩევანს და შეგძლე შენ დამისვა კითხვები ჩვენ ამ კინო სერიალიდან ესე ვთქვათ. მე დავიწყებ. რომელია შენი საყვარელი პერსონაჟი და რატომ? აი, მაინტერესებს. გამოვარჩევდი სტაილ სტილინსკის, სიგონარია დილან ობრაიენს, რადგან გონია რომ ჩემ ტიპთან ასოცირდება თვითონ როგორი ადამიანიც ვარ, გონია რომ იმასთან ასოცირდება, იმიტომ რომ საერთო გემოვნება გვაქვს თვითონ მაგ სერიალიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, სერიალშიც და ისეც ერთმანეთში ვემთხვევით მე და პერსონაჟი თვითონ ასევე უმეტეს შემთხვევაში მიმაჩნია ხოლმე სწორად რომ აი დილანისნაირად უნდა ვიმოქმედო სიტყვაზე ინსტინქტურად, რაღაცა გონივრული გადაწყვეტილებები მივიღო, მეგობრებისთვის საჭირო ტიპი ვარ და ესე ვთქვათ, კავშირი მაქვს, ესე ვთქვათ, თვითონ გიორგის, ანუ ჩემ თავს აქვს კავშირი დილანთან. თვითონ მაგ კონკრეტულ როლთან, სტაილსთან. და გამოვარჩევდი მაგას. ოკეი. მეც ვიტყვი მაშინ. მე რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟი თავისებურად აი ძალიან კარგად ასრულებენ, რა თქმა უნდა, პროფესიონალები არიან, მაგრამ აი თავარ პერსონაჟი რო განამაგიტო რაღაცნაირად ძალიან მივასება რა, სკოტ მაკკოლი, ტაილერ პოუზი რა, ძალიან მაგარი როლიც აქვს, ალფა რო ხდება, თავიდან ბეტა რო არის, რო უკმენს ის რა ქვია, დერეკის პიტერი რო უკმენს თავიდან ბეტა არის, მე ალფა ხდება, თან ნამდვილი ალფა ხდება და ძალიან მაგარია რა, ვისაც არ გაქვთ ნახე, ეგ სერიალიც არის და ფილმიც არის, უეჭველი უნდა ნახოთ რა, თინეიჯერი მგელი. არა დავამატო, როცა სერიალი არა გაქვთ ნახე, ფილმის ყურებას აზრი არ აქვს. ეს კი, ბაზარი არ არის. შემდეგი 6 სეზონი აქვს. შემდეგი კითხვა. რა შეიძლება, მოდი ვიფიქროთ. ესე იგი, რომელი ეპიზოდი მოგწონს განსაკუთრებით, აი რომელს გამოვარჩევდი თინეიჯერი მგელის სერიალიდან რა? ალბათ გამოვარჩევდი, როდესაც სტაილსის ბნელი მხარე ვნახეთ, ანუ ნოგიცუნე, რადგან ანუ უფრო ცივი გონებით არის გადაწყვეტილებები მიღებული, უფრო სხვა თვალით დაგვანახა რეალური ადამიანი, როგორ შეიძლება იყოს და როგორ სახე შეიძლება მალავდეს და როგორ ცდილობენ მეგობრები მის გადარჩენას, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში და ამავდროულად მაინც გვერდში უდგანან, მაინც ჯერათ მისი და ეს ნაწილი თვითონ, ესე ვთქვათ, მიგვანიშნებს ადამიანის ნდობაზე და ესე ვთქვათ, ნამდვილ მეგობრობას უსვავს ხალს. ოკეი. გავად? მე განსაკუთრებით იმ მომენტს გამოვყოფდი, აი როდესაც სკოტი და სტაილსი რაღაც იმაში რო არიან, სკოლის მარშრუტით რომ მივლენ რაღაც დაბარგდებიან და რაღაც რა, აი სასტუმროში რო იყვნენ, იმის რაღაც ზუსტად აღარ მახსოვს, ხალხი რო იხოცებოდა, შესასვლელში ხალხი რო იჯდა და რო ეწერებოდა. ხო, აი მან რო იყვნენ და როდესაც აი სკოტი რო შაშხანას აიღებს, ქვემოთ რო ბენზინს დაასხავს და რაღაც და ისე რომ უნდა დააგდოს და ამ დროს სტაილში რომ მიდის და შენ უბრალოდ მეგობარი არ ხარ ჩემთვის რაღაც
ნამდვილი ძმასავით ხარ, უღვიძლი ძმასავით ესე მივა რაღაც, გამოუართმევს და საკმაოდ რაღაცა სევდიანი მომენტიც იყო და ემოციური რა და მაგას გამოუარჩევდი. აბა შენ ხო არ გექნება კითხვები რაიმე მოდი მე საპირისპიროს ფილმზეც ვისაუბროთ. კი ბატონო. ხო. მოდი მე საპირისპიროს ვიტყვი ჯერ სერიალზე და რომელი სერია არ მოგწონს. და რატო? რომელი სერია მომწონს? აუ ესე არ ვიცი, არ მომწონს, რავი. ალბათ არა, იყო რაღაც სერიები, რომელიც დიდად რაღაცნაირად არც მაინტერესებდა სავით და ვახვევდი. აუ რაღაც არ მახსენდება იმენა, ეგეთი კონკრეტული სერია არ მახსენდება. ეგეთი ორწა. აი, როდესაც გონი მეხუთე სეზონის რომელიღაც სერია იყო, ზუსტად არ მახსოვს. აი ის შავი ტიპები რო იყვნენ, რომელი სეზონი იყო? სახელიც არ მახსოვს. აი შავი რაღაც ხმლები წოდადნენ და რაღაც რა. მეოთხე სეზონი. მეოთხე სეზონი იყო, ხო. აი რომელიღაც სერია იყო, გონ ზუსტად არ მახსოვს რატომღაც. დიდად ისეთი სერია არ ყოფილა რა, ყველა თითქოს რაღაცნაირად ინტერესი ჰქონდა ყოველ სერიას რა. ხო, ნუ ესე ვერ გამოუარჩევ რა, არ ვიცი. მეც იგივე პასუხი მაქვს. კონკრეტულ სერია გამოუარჩევდი, იმიტომ რომ ყველა სერია ერთმანეთზე უკეთესია და უფრო გაინტერესებს შემდეგ რა შეიძლება რომ მოხდეს. ხო, იყო მომენტები, რომელიც შეიძლება რაღაც სერია, მთლიან სერია არა, მაგრამ რაღაც მომენტები, რომელიც არ გაინტერესებდა და გადაგეხვია რაღაც რა. დაგესკივა ხო და სერია არა. იმენა სერია არა. აი მე მქონდა ხანდახან რა მომენტები. მაგრამ ძირითადად მთლიანად უყურებდი. ძალიან იშვიათად თუ დავსკიპავდი. აი ერთი მეორე დრო უყურე მიახლოებით, აი პირველ დრო უყურე, სულ ეგრე უყურებდი, იმენა არ ვსკიპავდი რაღაც. მეორე სეზონი იყო თუ კი არა მესამე დრო დავიწყე ყურება, სადღაც აი რაღაც მომენტები იყო, რომელიც უკვე ძალიან იმენა აღარ მინდოდა ამის ყურება რაღაცნაირად და ვახვევდისავით რა. მაგრამ ისე იმენა სერია ერთი კონკრეტული არ იყო, ისეთი სერია არ არის ნამდვილად, რომ აი ყველა დაგენთანხმები და ყველა სერია ერთმანეთზე უკეთესია და რავი, ხო, ცუდი სერია არ ყოფილა რა იდებში. და ფილმზეც ვისაუბროთ რა, თინეიჯერი მგელის ფილმზე, ძალიან მაგარი ფილმი იყო. და როგორც ვიცი აპირებენ, ხო, მეორე ფილმის გამოშვებასაც. ახლო მომავალში. და ძალიან საინტერესო იქნება. ტრეილერი არ არის, ხო? თუ არის? არ არის ტრეილერი, მაგრამ ჯერ ხო, არ არის. ფილმთან ხო, რაღაც მონაკვეთები ხდებოდა რა. ხო, ფილმთან მაქვს რაღაც მონაკვეთები ხდებოდა, როდესაც სტაილსმა ელისონი ნახა და გაუკვირდა რაღაც, რომ შენ ცოცხალი ხარო რაღაც. ელისონი ფანმეიდია ეგ არ არის ნამდვილი და შეჟევით მარტო პოსტერი ამზადებული. ხო, ოკეი. არა რაღაც მომენტები ნახე რა. მე მაქვს ფილმი. ელისონი ისე მესამე სეზონში არ გეტყვით. მოდი არ გვინდა ვიღაცები არ დავასპოილეროთ მაინც. ხო, ეგრე. უნდა ნახოთ რა, უეჭველი რა. ცოტა ისეთი კითხვები გამოვამზადე, რომ ანუ სპოილერი არ გამოგვივიდეს რა. კაი. მე მაქვს ახლა ისეთი კითხვა. თუ როცა ფილმს უყურებდი, რა მოლოდინები გქონდა და რა მოლოდინი დაგხვდა? აი, ტრეილერი და არაფერი არ მქონდა ვაფშე ნანახი, საერთოდ არ მქონდა ნანახი. აი, რაღაცა პატარა მომენტს ამომიგდებდა TikTok-ზე, როცა ვსკროლავდი და ეგრევე გადავახვევდი, რომ არ მინდოდა რა, ავსკროლავდი. არ მინდოდა სპოილერის მიღება რა და როდესაც გადაითარგმნა და დაიდო, შევდივარ რაღაც და თან ძალიან დაინტერესებული ვარ, ერთი 5-ჯერ მაქვს დახურული და ფილმი გამოვიდა, წარმოიგინე, გვეღირსა რაღაცა, ესე უზი ვარ რაღაცა და უყურებ, ხო და რავი, ძალიან აი ელისონი რო გაცოცხლდა, ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რა. მაგარი რაღაც, რომ ელისონი გააცოცხლეს იმენა, სკოტიც აი სკოტიც უკვე უფრო განვითარებული რაღაც დასპეცებული იყო. აი, როდესაც სერიალი რომ მორჩა, აი მე-6 სეზონი რომ მორჩა, უკვე ყველაფერი იცოდა, ხო, სკოტმა თითქმის თავის თავზე, ალფერზე რა. მაგრამ უფრო განვითარებული რაღაც, ხო და რავი, ელისონი რომ გააცოცხლეს, ეგ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი იყო და ისაც მაგარი მომენტი იყო, აი, როდესაც სკოტმა უთხრა ელისონს, რომ შეიძლება ისე მომწონხარო თუ რაღაც ეგეთი ის რა იყო დიალოგი რა. ისაც მაგარი იყო კიდე სკოტი როა
მაშინ და აი ის უარყოფით რაღაცასაც ვიტყვი, დავასპოილერო. ნუ რაც არის რა, იტოქში დერეკი რო გარდაიცვალა, იქ იყო ცუდი რა. იქ აი ძალიან გულში მოხდა რაღაცნაირად რა. დერეკი რო გარდაიცვალა, ესე რაღაც ძიმარზე არიან და იხსენებენ რაღაც სიტყვებს წარმოთქვამენ დირექტზე, ესეთი კაცი იყო რაღაცა. სკოტი რო იძახის, რომ თავიდან ძმური ხელი მან გამომიწოდაო და იგი ის დამეხმარაო, რომ ესე კონტროლი მესწავლაო რა. ხო რა, ძალიან სევდიანი მომენტი იყო ბოლოს რა. ეგ იყო უარყოფითი და დადებითი იყო, რომ ელისონი გააცოცხლდა, მაგრამ უარყოფითი იყო, რომ დერეკი გარდაიცვალა. ერთ მსხვერპლს ყოველთვის მეორე ეგ არის და მოსდევს. ეგრეა. მე პირადად მოლოდინები კარგი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრეილერი ნანახი მქონდა, მეგონა რომ სტაილს დააბრუნებდნენ. ნუ ელისონიც კაი იყო, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მიხარობდა, მაგრამ ყველაზე მეტად ვინც მინდოდა, ესე რომ ვთქვათ, აი ძალიან ესე რომ ვთქვათ, მოიშორეს, მაგრამ ვიცი რეალური მიზეზი თუ რატოც ვერ მივიდა დილანი, ასე რომ მე პირადად მაინც ვიმაჩნია, რომ თუ ეგრე იყო საჭირო, მაინც დრო უნდა გამოენახა. და ესე რომ ვთქვათ, ანუ როგორ ვთქვა, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ანუ ტიპი პროსტა გაწიესა ესე მეორე ხარისხოვანად ჩათვალეს, რადგან თქვეს რომ ანუ მამამისმა რო თქვა ბრჭყალებში, რომ სტაილს თავისი ცეცხლი აქვს ჩასაქრობიო რა, სტაილს ხარ დაურეკოთო და სტაილს თავისი ცეცხლი აქვს ჩასაქრობიო. აი მაგ მომენტზე ფაქტობრივად ანუ ცრემლი წამომივიდა, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი მსახიობია, მაგ როლის გამო შემიყვარდა და იმის მერე მაგის ფილმები, სერიალები ყველაფერს გადავხედე და ანუ მე როცა ვნახე ესე რომ ვთქვათ, რომ ესე წარიმართა სიუჟეტი რაღაცა, ანუ რადგან მანქანა იყო, მეგონა რომ სტაილისიც იქნებოდა, მაგრამ აბსოლუტური ტყუილი და ტრეილერების ბევრჯერ ამხდებოდა მეც, რომ ანუ სტაილისი ბრუნდება რაღაცა, მაგრამ არა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სტაილისი არ დაბრუნდა, რამაც დიდი კვალი დატოვა ზოგადად თინეიჯერების ინდუსტრიაში, რადგან სკოტს თავისი საუკეთესო მეგობრის გარეშე მოუწია ყველაფერთან გამკლავება. მაგრამ ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე, მაგრამ ჩემთვის პირადად არა. აღარ. ხო. ანუ მეორე ფილმი რო დაიდება, მაინც აღარ იქნება სტაილსი? სტაილსმა განაცხადა თვითონ ინტერვიუში. აღარ ითამაშებს რა? სტაილსმა განაცხადა ინტერვიუში, რომ ესე ვთქვათ, ძალიან გადატვირთული იყო ერთ კონკრეტულ ფილმზე, რომელიც წინა წელს დაიდო, მე მგონი 4 დეკემბერს, მე მგონი კი დინარე რაღაცა ეგეთი ერქვა სტაილსის მონაწილეობით და ნუ სტაილსის ბრჭყალებში რა. და ანუ ესე რომ ვთქვათ, განაცხადა, რომ გადატვირთული იყო მაგის გამო რაღაცა და ნუ ვარაუდობენ, რომ შეიძლება მეორე ფილმში გამოჩნდნენ, მაგრამ მაგის იმედი არ მაქვს სამწუხაროდ მე, რადგან თუ კი გამოსაჩენი იყო წესის პირველ ვერსიაში უნდა გამოიჩინათ, ვიდრე მეორეში უნდა დაელოდა. მაგრამ მაინც რო გამოჩნდეს, ძალიან კაი იქნება რა. მაინც გულს გაგვიხარებს რა. ხო, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია და რა ვიცი, ძალიან მაგარი იქნება რა. ბატონო, მაგის გარშემო მე სერიალი პირადად არ წარმომიდგენია. კაი. ეხლა ინტერესებს რა გასწავლა შენ თინეიჯერმა მგელმა და რა არ გასწავლა თინეიჯერმა მგელმა. რა მასწავლათი დავიწყებ მაშინ. პირველ რიგში მეგობრობა რა და ურთიერთგატანა რა. აი სკოტის და სტაილსის მეგობრობა რა, რამდენად ძლიერი რაღაც იყო, რომ აი წარმოიდგინე, იცოდა სტაილსმა, რომ სკოტი იყო გელი, თან სკოტს არ შეეროდა ხო ეს თავიდან, რომ რაღაცა გელია რაღაც. მაგრამ მე ეუბნებოდა რომ გელი ვნახეო, მიკმინაო და რაღაც სტაილს ხო არ შეეროდა, რომ დიდი ხანი აქ აღარ არსებობენ მგლები და რაღაცაო. მაინც გვერდში დაუდგა რაღაც, თან აი როდესაც სკოტი ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და გამოსაცვლელში რო იყო ზემოთ კარატებზე რო დახტა და ლამის რო იმას უკმინა სტაილს, ხო, მაინც გვერდში უდგა რაღაც, ხო, კარგად ხარო რაღაც და აი ძალიან ძლიერი მეგობრობა ჰქონდათ და ძალიან მაგარი იყო რა, ძალიან რაღაცნაირი ემოცია წამოიღო ჩემთანაც და უფრო აი მეგობრულად, ასე ვთქვათ, დავიხვეწე სავით რა ბრჭყალებში. და რა არ ეგ იყო ერთ-ერთი პლუსი. მასწავლა მეგობრობა რა და რა არ მასწავლა?
რა არ მასწავლა, ბევრი რაღაც არ მასწავლა, მაგრამ რას მოვილოდი, რომ ეს მასწავლიდა და არ მასწავლა, თუ როგორ? არა, ნახე, ანუ სიტყვაზე ხო გასწავლე რაღაც. მაგალითად მეგობრობა. ხო. და რა არ გასწავლა, ანუ რამე შენ გეგონა სწორი, რომ აი ამ სერიალში ჩადებული იქნებოდა, მაგრამ არ ჩადეს სიტყვაზე. არა, ეგეთი მომენტი დიდად არც ყოფილა, რავი. ეგეთი მოლოდინი არ მქონდა, რომ რაღაც ისეთი იქნებოდა და არ იყო რა. ძირითადად აი რავი, რა თუ გინდათ რაღაცები დაიხვეწოთ, თან ყველა ფილმს რაღაც საფუძველზე ხო უდევს რაღაც საფუძველი და რაღაც რა. აი მეგობრობას პირველ რიგში გასწავლით რა უეჭველი. აი უბრალოდ ძალიან მაგარია რა, მათი ურთიერთობა ძალიან მაგარი იყო რა. სკოტის და სტაილსის. ბატონო, მეც იგივეს ვიტყვი, რომ ანუ როდესაც იცი მეგობრის ფასი და გინდა რომ უფრო მეტი ისწავლო, ან არ იცი მეგობრის ფასი, სიტყვაზე ვიძახი. აუცილებლად იცი, არ იცი, გიყვარს, არ გიყვარს სერიალები, ყველა ვარიანტში უნდა უყუროთ ამ სერიალს. 6 სეზონი ვიცი ბევრია, მაგრამ ისე გაივლის, აი გეგონება ცემიჩკა საჭამთო. და აი დამიჯერეთ 10 ჯერ თუ მეტჯერ არა. მაგ დახურული და ისე კარგად ვიცოდი აი თითოეული ფრაზა, თითოეული მონაკვეთი, რომ აი ვიღაცას რო ეკითხა, რომ აი თინეიჯერი მგელი ვიციო, ჩავჭრიდი მაინც. და ესე ვთქვათ, ისეთ კითხვებს უსმევდი, რომ ამოუცნობებს რა. მაგალითად, ტეოს მამას რა ერქვა სიტყვაზე, ტეოს ნამდვილი სახელი რა იყო და ასე შემდეგ, ანუ დეტალებში უხმოვდებოდი და რაც უფრო მეჯერ და მემჯერ ვამთავრებდი, ხო? ესე ვთქვათ, შეიძლება იგივე რაღაცეები არ მესწავლა, მაგრამ ანუ უფრო დეტალებში ვერ ყვეოდი, რომ ანუ რაღაცა გაიარეს რეალურად. სიტყვაზე კიდევ, ანუ რა დარჩათ გასავლელი. სიტყვაზე კიდევ, ანუ როგორი, ესე ვთქვათ, კადრები იყო. ანუ რაც უფრო აკვირდები, ხო? ესე ვთქვათ, თვალი იხვეწება. და ანუ აღარ მოქმედებს შენზე ის ფოკუსი სიტყვაზე, ანუ მარტო მაგალითს ავიღებ რა. ფილმს როცა პირველად უყურებ, ხო, ანუ შოკში ხარ, რომ აი ეს კადრები როგორ გადაიღეს, როგორ გადახდა და მე ანუ როცა უკვე ორჯერ სამჯერ უყურებ, უკვე აკვირდები, რომ ანუ სიტყვაზე რას გონია იყო და ისე გადახდა, ხო, ლოგიკურია. ანუ უკვე მგონება გაიხსნება და უფრო ხვდები მეტს, რომ ესე მოხდა თავიდან, მაგრამ მე რო დავიხვეწე, აი ნახე თორმე ესე ყოფილა რა. და ესე ვთქვათ, ანუ უფრო იხვეწება თვალი. მაგის თქმა მინდა. კი, ბაზარია. ეგ იყო რა, დადებითი და რაც გვასწავლა, ხო რა, ძირითადად ეგ პირველ რიგში ეგ იყო რა, მეგობრობა. კი ბატონო. კაი. მე დავამატებ იმასაც, რომ თინეიჯერ მგელი იყო ჩემი პირველი სერიალი, რომელსაც უყურე და ესე რომ ვთქვათ, იმის მერე ესე ვთქვათ, სერიალებზე მქონდა ძალიან დიდი პაუზა. არც ისე მიყვარს სერიალები, რო არ მოგატყუოთ და მე უკვე როცა გავაგრძელე ესე ვთქვათ, სერიალების ყურება, ხო, ისევ თინეიჯერ მგელი დავიწყე. რომ ანუ უფრო ხალისი მქონოდა და ეხლა მეორე სერიალი დავამთავრე, ეგ არის გოთემი, რომელსაც აქვს 9 სეზონი, კი, თუ 7 სეზონია. მე მგონი 9, კი. და ესე ვთქვათ, თითო სერია არის 48 წუთიანი, 22 სერია არის თითო სეზონში. ბოლო სეზონში არის ესე ვთქვათ 14 სერია. მაგრამ ღირდა. და ესე ვთქვათ, რომ ითხრა, რომ აი სერიალი თუ იცი რაღაცა, მარტო ამ ორს ვეტყვი, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი. მაგრამ ფილმებში ვარ ძლიერი და ფილმებში ესე ვთქვათ, ტონა არჩევანი მაქვს რა. კარგია. ხო, მე ორ სერიალს ერთად ხურავდი, თინეიჯერ მგელს და კობრა კაის რა. კობრა კაის ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი. გეთოდინება რა, კარატეზე. კი, სხვათა შორის დაწყება გადავწყვიტე, პირველ ორ სერიას უყურე და მე აღარ გავაგრძელე, ანუ არ მიმიზიდასავით რა. იმიტომ რომ კარატე და ეგ ჩემი სტილი არ არის ფაქტიურად. მიჩემია ის რაღაცა სიუჟეტი იყოს სხვანაირი და ისე ვთქვათ კომედია რაღაცა, ვიდრე ანუ ესე ვთქვათ, აი 24 საათი იმ კონკრეტულზე იყოს რა. თინეიჯერ მგელი მაგიტომ მომეწონა, რომ ანუ მომენტები იცვლება, ანუ სიტყვაზე ექშენი, შიში, კომედია ერთად იყო, მე ნაწილდებოდა, მე ისევ ერთად ვიკვრებოდა რა. და თვითონ მსახიობების აბალანსებდნენ, თვითონ მაგ ესე ვთქვათ გახრა სიტყვაზე. პიტერის როლს ვინც ათამაშობდა სიტყვაზე ჰორორ როლს ათამაშებდა იგივენაირად, სტაილსის როლი კომედია, სკოტის როლი ექშენი და ჯამში სამივე ერთად დიდი კომბინაციაა რა. და ისეთი კომბინაცია, რომელსაც კი
გემოვნება თუ არ გაქვს, ხო, ანუ ყველა დავუყურე კიდე არა. ეხლა მე რომ მომკლა რომ დაჯექი კობრა კაის უყურეო, ვერ უყურებ. მაგრამ რომ მითხრა თინეიჯერ მგელს უყურეო, დავჯდები და ანუ 24 საათი ისე უყურებ, რომ თვალს არ მოვახამხამებ სიტყვაზე. აჰა. ყველა თავის რადგან შეხედულება ხო, აქვს და ისე თუ სხვადასხვა მაინტერესებს რაღაცები ლოგიკურია, ვიდრე ეს. ხო. კი. მაგრამ ანუ სიტყვაზე მოკლე, აი პატარა შორტებს დავარქმევ რა. პატარა მომენტები როცა ხო. არის, კი სასიამოვნო საყურებელია კობრა კაი. დაგეთანხმები მაგაში, მაგრამ ანუ რო გითხრა რომ აი დავჯდები, უყურებ და აი მაგ მომენტამდე მივალ მეთქი, მოგატყუებ. იმიტომ რომ ანუ მე თუ არ ვიცი რომ აი ამ მომენტში ეს ახდება, ხო? ანუ რაში მაინტერესებს მაშინ იმ კონკრეტულ მომენტმა და მაინტერესა და ეხლა ის თუ მე-9 სეზონშია სიტყვაზე და მე რო პირველი სეზონიდან დავიწყო, ამდენი ხანი მე არ მიღირს რა თვითონ. დროსაც დავკარგავ პირველი ერთი და მეორეც ერთი ესე რომ აი ვთქვა, მაგათი მინდა ზუსტად გამიქრება რა. რომ აი ამ მომენტში რატო, ანუ იმ მომენტში ველოდი და ამ მომენტში რატოა სიტყვაზე. აი ბევრი სერიალი დამიწყია ეგრე და ვუყურებდი და სადღაც აი ერთი სეზონი რაღაც სერიალი იყო, ზუსტად არ მახსოვს. მგონი პირველ სეზონზე ვიყავი, მეხუთე სერიამდე მივედი და რაღაც ის ერთ კონკრეტულ მომენტს ველოდებოდი. და თან ამდენი სეზონი აქვს და ვერავერ მივედი რა იქამდე, მე მომბეზდა და დავანებე თავი რა და აღარ მიყურებია. აი ბევრი სერიალი ყოფილა ეგრე რა. რაღაც უთა გაინტერესებს ერთი კონკრეტული მომენტი, მაგრამ ზოგადად ისეთი უნდა იყოს ის თვითონ სერიალი, რომ დაგაინტერესოს რა. ხო აი, და მოდი, რა ვიცი, ყველა სერიალს თავისი მიღამი აქვს. მოდი ცოტა თინეიჯერ მგელს გადავუხვევ და გოთემზე ვისაუბრებ. ანუ თავიდან არ ედითები ხდებოდა აი აუქციონზე სიტყვაზე რა. აი ნაცნობი სიტუაციას წავიღებ რა. 2 მილიონი დოლარი რო დაარტყა ბოლოს ბრიუს ვეინმა. გეცოდინება. თუ ხდებოდა ხო, ნანახი მაქვს ეგ კი, აი მომენტი, ეგ კი. მაგ სერიალიდან არის რა და ანუ კი. უმეტესად მაგის გამო დავიწყე, მაგრამ ანუ ისეთ კარგ მომენტებში ჩერდებოდა სერიალი, ისეთ მომენტებში გრძელდებოდა სიტყვაზე, რომ ანუ ყველა ვარიანტში, ანუ თუ თავიდან არ დაიწყე, ხო, სიტყვაზე, ისტორიას ვერ ჩაწუდები ეგ ერთი. მეორეც ერთი, ანუ ესე ვთქვათ, იმ მომენტს თუ ელოდები, ხო, ანუ ეტაპებად უნდა გაიარო სიტყვაზე. მე ეგრევე გადავახვიე, ვიცოდი უკვე სერია, მაგრამ ანუ უკან წინა სერიებში რო აჩვენებდა და აი სიტყვაზე ვიღაცა რო დაიღუპა მაგ ტიპის ამხანაგი სიტყვაზეა რაღაცა, ხო? ანუ უფრო დამაინტერესა და გამორთე, თავიდან ჩავრთე და ესე მივიყევი ეტაპობრივად რა, მაგ ტიპის განვითარებას ესე რომ ვთქვათ. და მაგ მომენტზე რომ მივედი, მივხვდი უკვე რატოც იყი და რატო დაარტყა სიტყვაზე 2 მილიონი და ასე შემდეგ რა. აი მაგალითად არ გედინება Squid Game-ი ვიცით, ეგ ძალიან ჰაიპიანი სერიალია კი, მაგრამ აი ერთი არის იაპონური რა. არა, დიდად არა. დიდად არ გიზიდავს. ერთი სერია რაღაც Squid Game-ი მიმიზი და არა, ანუ რადგან ვაკვირდებოდი რომ ყველა უყურებდა, ხო, აი ამ ხანაგები რაღაცა ჯანდაბას მეც უყურებ მეთქი, მაგრამ აი რო თქვა რომ აი შემიყვარდა, აი ვაფანატებ და რაღაცა მოგატყუებ. აი ზულს, ბოლო დონეზე ზულს, მაგრამ აი სიუჟეტის განვითარება უფრო მაინტერესებს, ანუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიდრე ის რომ აი ვიღაცა როგორ კვდება სიტყვაზე 400 კაცი. ხო. მაგრამ მაგარი ჰაიპი ქონდა, იმაგრა დაიძრა რა თავიდანვე პოპულარული იყო, ყველგანი, იმенно ყველგან ეგ იყო რა. Roblox-შიც კი აი რამდენი Squid Game-ის თამაში შეიქმნა და ის ზოგადადაც რამდენი Squid Game-ის თამაში შეიქმნა და ერთი სერიალი მინდა გითხრა, არ გეცოდინება, მაგრამ ძალიან მაგარია და ვისაც გიზიდავთ რაღაც ან რაღაცის დახურვა გინდათ ან რაღაც რა, ფანტასტიკა ვისაც გიზიდავთ, გაგისტორდება ძალიან, არის ელისი ზღვარს მიღმა სამყაროში რა. ესეთი მაგარი რაღაც არის. ეს ხო არ არის ეს Alice in the River თუ რაღაცა, ანუ 4 მეგობრები რო დგანან გარშემო. თუ ხუთნი. სამი მეგობარი როა და ყველა რო ქრება. ეგ არ ვიცი, ანუ პოსტერი მაქვს. ტოკიოში ქრება. პოსტერი მაქვს მე ნანახი, მაგრამ ანუ ნანახი არა მაქვს. ჩემმა მეგობარმა დაიწყო და მირჩია უყურებ, მაგრამ არ მომწონს, არ მიზიდავს და არ უყურებ ნამდვილად. ხო რა. ყველას თავის შეხედულება აქვს და ზოგ შეიძლება მოგეწონას კიდეც რა. მე პირადად ძალიან მომეწონა და რავი, 2 სეზონი აქვს და მესამე სეზონს აპირებენ ახლა ზაფხულში როგორც ვიცი რა. ცოტა და ქართულადაც იქნება მალე ალბათ. საინტერესო იქნება რა. აი 2025 წელი ძალიან ბევრი სერიალის დადებას აპირებენ, ასევე ფილმის და რაღაც რა. ხო და ძალიან საინტერესო იქნება რა. და აი ძალიან 2024 წელში ხო სპორტის მხრივ განვითარდა საქართველო.
ნუ ეხლა საქართველოს მასშტაბს რო გავცდეთ, ფილმები ნითარდება რა 2025 წელს. მაგას შედარებით არაფერი რა, არ უფრო ხედავ. შემდეგი სეზონები გამოდის რა და საინტერესოა ძალიან რა. ხო, აი მე პირადად აი ანიმებთანაც მაგრი ვარ როგორც სერიალებთან, რომ აი ვერ დავჯდები და ვერ უყურებ, მაგრამ თუ მარტო ერთი სერია, ანუ ფილმის სახით თუ არის გადაღებული, ფილმის ნაირად მარტო ერთი ნაწილი, ხო. კი ბატონო და სხვათა შორის ბევრმა მირჩია, რომ აი ნარუტო ის დაიწყე, ბესერკერი და ანუ ვერ ჩავწვდი რა ვერაფრის მუხამს და ანუ გადავწყვიტე რომ ვაფშე არ მეყურებინა. მაგრამ ერთი ანიმე ვნახე, ციცინათელების შუქი ხო. ტყეში, მე მგონი ეგრე ქვია, კი. და ანუ ისეთი საინტერესო იყო, რომ ანუ ნატურლობ რომ მეორე ნაწილი გადაიყვნა, ანუ ისეთი საინტერესო იყო, რომ აი ვერ მოვწყვიტე თვალი რასაც ქვია. 48 წუთიანი იყო, სხვადასხვა ჟანრი. 48 წუთიანი ხო. იყო და ანუ ისეთი საინტერესო იყო, რომ ანუ ვერ მოწყვიტავ თვალს რა, ანუ როგორც გოთემზე იყო რომ ადაპტაციას უყურებდი, როგორ ვითარდებოდა იქ კონკრეტული პერსონაჟი, იქაც მაგრია რა. მაგრამ ფილმის სახით არის ჩათვალე გადაღებული და ესე ვთქვათ, ნატურალობ რომ მეორე ნაწილი გადაიღო, კაი ძველია და თუ გადაიღეს, აი უბედნიერესი ვიქნები, რადგან ანუ უფრო ჩაუღრმავდები სიუჟეტს. მაგრამ როგორც ვიცი, არაპირებენ. ხო. ერთი პერიოდი მქონდა კონკრეტული პერიოდი, როდესაც დათხოვილი ვიყავი, ზაფხული იყო რაღაც ანიმეებს უყურებდი და 1-2-3 ანიმე დავხურე რა, ზუსტად აღარც მახსოვს რა, ძალიან ადრე იყო რა. ერთი პერიოდი გამიწასავით უყურებდი, ეხლა დიდად ვეღარ რა, უფრო ისეთი ანიმეს თუ ნახავ, აი რაც ძალიან პოპულარულია. აი მაგალითად ნარუტო. თან მინდა, მაგრამ თან ძალიან ბევრი სერია აქვს, 900 რაღაც სერია აქვს თუ არ ვცდები და ეგ რავი, თვითონ შეიძლება ნარუტოს და მერე მომავალში ბორუტოს გაგრძელებაც ხო არის მსმენია. თუ ერთად არის ხო, მაგრამ. ხო, არ ვიცი, აზრი ხო, ანუ არ მინახია. ნარუტო ისეთი რამეა, ნარუტო რომ არასდროს უნდა დაიწყო და ალბათ ხო, 2030-ში დაამთავრო რა, იმიტომ რომ ანუ მართლა 900 სერია ამდენი ხო, წუთების სიტყვაზე მე ცალკე ნარუტოს შვილის განვითარება, ანუ იმენა აი ტვინის ჭამა ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ანუ ძალიან დიდ დროს დაკარგავ ხვდები. მაგას მირჩევნია რომ ხო, დღეში ვუყურო რავი. 5 ფილმს სიტყვაზე. რადგან პოპულარულია მაგ პონჩი რა, თუ ნახავ თორე. ხო, ისე არ ვიცი, თან შეიძლება ინტერესი გქონდეს, რავი, ნანახი არ მაქვს და რავი. უფრო ისეთ მცირე ხანიან იმას თუ ნახავ რა, ანიმეებს, ჯერ ისეთ პოპულარულებს, პატარა სერიები რო გქონდეს შედარებით, ეხლა რაღაცას ხურავდი. ტოკიოს შურის მაძიებლები თუ გაგიგია. ფილმიც არის. არა? ხო, ფილმიც არის რა. მაგას ხურავდი პირველ სეზონზე ვარ რა. 3 სეზონი აქვს როგორც ვიცი. გასაგებ. მაგრამ ეხლა კაი ხანი აღარ მინახია და რავი. ხო, რა დიდად ანიმეები არ მიდავს რა, ადრე უფრო უყურებ. ხო, ანუ მეც ახლა თავიდან პატარა როცა ვიყავი, ესე ვთქვათ, ნარუტოს ამბობდა ყველა რომ აი ნარუტო და მეთქი რა არის ახლა ეს ნარუტო მეთქი რა. დავიწყებ მეთქი რა და დასაწყისით ისეთი აქვს რომ ანუ მუღამს ვერ ჩაწუთები რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ სასკეს ეძებენ თუ ვიღაცას რა. ნუ სახელები ვიცი ახლა რა თქმა უნდა. სასკეს ხო, ეძებდნენ რა და ბოლოს თავში გაიჩიტა რა და ტიპი ჩამოფრინდა, ხმალი მიადო იმაზე ისერზე და მაგრა იწყება სერია და ანუ თუ მუღამს ვერ ჩაწუდი რა თქმა უნდა ეგეთი სერიალი. ხო, აზრია რომ მარტო ნარუტო ვიცი. ისე არა, გამიგია რაღაც სახელები, ნარუტო ეხლა მაგრამ ყურებით არ სახელებით მიყურებია ვიცი რა, და მომენტებიც ვიცი, მაგის მაგრამ აი რო გითხრა აი დაუჯექი და ბოლომდე უყურე მეთქი არა. აი ხო, ბაზარი რა როგორც კი. სხვა სერიალებზე გეუბნებოდი რომ აი მომენტები რო იყოს მეთქი, სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ აი იმენა თავიდან ბოლომდე რო უყურო მეთქი არა. მე ვარ უფრო ხო, ფილმის კაცი რა, ანუ ფილმებს უყურებ და ფილმებში ვარ ბაზარია. ჩაფლობილი, რასაც ქვია. რომ მითხრა რომ აი ფილმი მირჩიე, ჩემზე უკეთესი შეიძლება ვერც მოძებნო, იმიტომ რომ მართლა ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, ეხლაც უყურებ ხოლმე უმეტესად და ესე ვთქვათ უახლეს ძიებაში ვარ. ხო. და ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ეს პოდკასტი ახლა რაღაც მომენტი, ხო იყო რაღაც მომენტი, რაშიც ერთმანეთს ვერ დავემთხვიეთ რა. და ყველაფერი თითქოს ექსპერიმენტისავით არის, აი, როდესაც შეგიძლიათ რაღაც საერთოს მონახვა რა, არ არის მაინც საჭირო, რომ მაინც ჩხუბი და რაღაც იყოს რა, საერთოს იპოვი უეჭველი ადამიანთან რა. და რავი, შეგიძლიათ რაღაც თემები, მაგალითად ის კონკრეტული რო სხვანაირად ფიქრობდეს, შენ სხვანაირად რაღაც საერთო იქნება და საჭირო მაინც ჩხუბი და რაღაც რა სიტყვიერი უსტიკრები. კამათი ეს ისე რა ისე ხშირია ხოლმე და მაგიტო რა კი ბატონო, მეც მინახია როგორც წესი უცხოურ პოდკასტების მაყურებელი ვარ მე. საქართველოში ხო აიხანი აღარ უყურებ რა, თუ უყურებ მილიონში ერთხელ.
და ერთი ინსპირაცია არის შემთვის აი Inside You. აი ესეთი სათაური აქვს რა დივსიუტებზე და ყველა ტიპი მსახიობი იქნება ეს მუსიკოსი, ესე ვთქვათ, ყველა ჟანრიდან ყავს მოწვეული უმაღლესი კლასის ტიპები რა. და ესე ვთქვათ, ფლეშის სერიალი ხო კიდე ფლეში მაინტერესა, მაგრამ არ დავამთავრე, იმიტომ რომ ანუ ფლეშმა ესე ვთქვათ, თავიდან მიმიზიდა მე აღარ. ხო და ხო. ფლეშს როცა უყურებდი და მაინტერესა რა და მე უეცრად გამოჩნდა ეგ ტიპი, აი Inside You და ნახე რომ ფლეშის მსახიობი გრანდ გუსტინი მოწვეული ყავდა რა და იმდენად ჩამithრია, რომ მაგიტო უფრო დავიწყე ფლეშის ყურება, რომ ვიცოდი რომ მეორე ნაწილი უნდა გამოუშვან რა, ოღონდ ფილმის სახით და მე რო ვიცი, ანუ მე რო დავაკვირდი რომ აი მეორე ნაწილი რაღაცა და მაინტერესა რომ აი პირველი ნაწილი რა უნდა იყოს მეთქი რა. და ნახე რომ მივედი უკვე ბოლო სეზონის სერიებში ვიყავი რა. მაგრამ მე უკვე აი ძალიან ბავშვურად გადაიქცა, აი სიტყვაზე თვალებიდან რო ელვას უშვებენ, აი რაღაც ანუ ჩქაროსანი რო თვალებიდან ელვას უშვებს, სპაიდერმენია თუ რა არის, ვერ გაარჩევ. ხო და ანუ ხო რა. ეგეთი პონტია რა. და თუ სუპერ გმირია იმ რაღაცაში იყავი რა ძლიერი. ნუ ხარ, ესე ვთქვათ, 1000 რაღაცის ნაერთი. მისაღებია. ფილმების თემიდან თუ არ გადაგვხვია და რამე ისეზე ხარ უბრალოდ. რამე იდეა ჩამოაყვა. ხო, მაგრამ აი ძალიან ბევრი ფილმია, რაც შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ძირითადად ესენი იყო რა, რომლის ინტერესებშიც ჩვენ ვებთხოვით რა. ეს ფილმები, რავი, ყველა ერთხელ საყურებელი უეჭველი არის რა, რაღაცეები. ყველა თავისი ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა და ხო, ყველა თავისი ინტერესები აქვს და რავი, ზოგს იზრდება, ზოგს არა, მაგრამ იმდენი ფილმი და სერიალი დავასახელეთ, რომ ერთ-ერთი უეჭველი უნდა მოგეწონათ. რავი, აი თინეიჯერი მგელი თუ არ მოგწონთ, რავი, უეჭველი დაგევასებათ რა. რაღაც კარგ მხარეს მაინც უპოვით რა, უეჭველი. ერთ-ერთი საუკეთესო უეჭველი რა. ბევრმა მაინც არ იცის, მაგრამ რავი. მეც ჩემი კლასელებისგან გავიგე, ჩემი კლასელები უყურებდნენ ხოლმე რაღაცთან, ესეთი რაღაც მგლები და რაღაც ძალიან მომწონდა რა, როდესაც ტრანსფორმაციას განიცდიდა ან რაღაც რა, ადამიანურად ექცეოდა, ეგეთი ფილმებიც მიზიდავდა რა ზოგადად. და გავიგე რომ ეს სერიალი არსებობს, მეთქი დავაი ბაზარია და უყურებ. უკვე დადებილი ამარი ყველაფერი დადებილი, nice. დადებული. nice to ხო. ხო რა, ყველაფერი იყო უკვე, მე ვნახე თან რამდენი არის სეზონი. რაღაც სერია დათვლილი მაქვს რა მიახლოებით. 100 რაღაც სერიალი და ეს უყურებდი და თან მაინტერესებდა. ხო, არც მწყდებოდი რაღაც უყურებდი რა და ძალიან საინტერესოა რა მართლა. თან იმდენად რომ მოგეწონება რომ 5 ჯერ დახურა, 1000-ს წარმოიდგინე რა საინტერესო უნდა იყოს, ხო? და რა ხო მიახლოებით. ხო, რა ძალიან საინტერესო არის რა. კიდე სხვათა შორის გაგიჩნდებოდათ კითხვა თუ რატო არ აქვს ახლა ამ ეტაპზე დამსწრე. იმიტომ რომ წინა პოდკასტზეც არ ვყავდა. სამწუხაროდ ვერ იცლიან ფიზიკურად და ესე ვთქვათ გადატვირთული გრაფიკი აქვს ჩვენს დამსწრეებსაც. ნარინდაშვილი გიორგის და ლუკას და შემდეგ პოდკასტზე გვპირდებით რომ დაგვესწრებიან ან ერთი ან მეორე, რადგან შემდეგ პოდკასტზე იქნება საინტერესო სტუმარი, არ დავასახელებ ვინ, მაგრამ მინიშნებას მოგცემთ და არის ნიჭიერის ნახევარფინალისტი და ესე რომ ვთქვათ, აუცილებლად სანახავია. შეიძლება კიდე დიდი ხანი გაგვიგრძელდეს პაუზა, მაგრამ დამიჯერეთ რომ ღირს. რადგან პოსტერი და ისინი ცალკე წვალებაა ესე ვთქვათ. კი. კიდე ბევრი იძახის რომ ფილმები მაგალითად რატომ მაინც თინეიჯერები რა გასწავლა, რაღაც მაგაზე უკვე ვისაუბრეთ. და აი უმეტესად მსმენია ხოლმე აი სკეპტიკოსი მაყურებლები რო არიან რა. რო აი სიტყვაზე რო ეუბნები რომ აი ნახე მეთქე ესეთი რაღაცა და ყმუის მგელი. აი ესეთი კითხვები, ანუ შეუსაბამო კითხვები რა და არა მეთქი რაღაცა რა თქმა უნდა რა. ერთხელ ამხანაგმა მითხრა რომ ანუ რამე სერიალი მერჩიო რა და თინეიჯერი მგელი მეთქი რაღაცა რა. ხო და ანუ როგორიო მგლის გაზრდა არისო და უყურე და ნახე მეთქი რა. იმიტომ რომ ანუ
ეხლა მგლის გაზრდა ნახდა და რა არის, მაგრამ პერსონაჟს აქვია რა, თვითონ თინეიჯერი მგელი. ხო და აი ესე უყურე მეთქი რა და მე რო უყურა და რაღაც კონკრეტულს ხო, მესამე სეზონამდე მივიდა მე მგონი რა და ეხლა გავიაზრეო რომ სკოტს აქვია თინეიჯერი მგელი, ანუ პირველ სეზონში რო უთხრას და არის რომ მაქსი აიყავი და არა თინეიჯერი მგელიო რა, აი ეგ მომენტი არის აქ აკვიატებული რა. თურმე სკოტი ყოფილა თინეიჯერი მგელიო რა. ოკეი. ხო, ძირითადი თემა რაც იყო ამოვწურეთ რა. თინეიჯერ მგელზე ძირითადი თემაა რა. კი ბატონო. ხო, ეგ არის. მოდი საინტერესო. YouTube-ის თემაზე ხო არ ვისაუბროთ. კი ბატონო, მაგრამ აქამდე ერთი კითხვა მაქვს, ანუ რომელი მსახიობი არ მოგწონს თინეიჯერ მგელიდან? რომელი არ მომწონს? როგორც პერსონაჟი თუ როგორც ხო, რა პერსონაჟი, ხო იდეაში ეგრე იქნება. როლი. თვითონ ცისფერები რო არიან. ოღონდ ის არა, ქერა არა, აი ზანგი. უი, ბოდიში თავისთავისთვის ზანგი კიდე ნიგერ, ეგაც ცოტა ისეთი სიტყვა. ხო, შავკანიანი, ფერადკანიანები რა, ასე ვთქვათ. კარამელი. ტიპი რო არის. კარამელი. ხო რა. ცისფერი მთებიანი. ცისფერი მთებიანი დაუჯერებელი. ბეტარო იყო. ხო რა, აი ეგ ტიპი რა იყო. დიდად არ მომწონდა თავიდან. კარამელის კაცი. რაღაც დადებითი მაინც. ბავშვობაში მაგას ეძახდი კარამელის კაცს. ტეოც არ მომწონდა, არა, თავიდან მომწონდა. როდესაც შენ მოგწონდა შევასება? თავიდან ძალიან მოგწონს თუ არ მომწონს შენ? მომწონს. ელშია. მოგწონს? მომწონს, თქო, კითხავს გისმის. არა. აი რა მოსაწონია. არა ხო? არა რა თქმა უნდა. აუ, თავიდან თითქოს კარგი როლი ქონდა, რომ აი ჩვენ კლასელები ვიყავითო სკოტთან რომ ის და გავიგერო თურმე ნამდვილი არფა არისო რა, სადაც თავიდან ცხოვრობდიო, მივიდა რაღაც და ესაუბრებდა თითქოს მეგობრობა უნდა და რეალობაში ხოშე რისთვის იყენებდა რა. ხო და რავი, თან დადებითია თუ უარყოფითი პერსონაჟია რა რაღაცნაირი. აი, მაგას გამოარჩევდი ალბათ ის. ფერადკანიანი იყო ეს თავის ადგილას, კარგი ბიჭია. კარამელის კაცი. ხო, просто არ ვიცი რა. ცისფერი უნდა ამოაგდოს და ეგ არის. ცისფერი მთებიჯობია. ხო, ანუ. მე პირადად ამოვშლიდი, ჩემი ნება რო იყოს, ანუ რომელიც არ მომწონს, არის ელისონის ბაბუა ჯერარდი. საშინელი ადამიანი. აუ, ეგ არ გამხსენებია, წვეჩი იმენა. ეგ ძალიან ისეთი ტიპი არის. იმ მომენტზე მოკვდი სიცილით, რასაც ქვია, აი, ნუ ხო ესე რომ თქვა, უთვალთვალებდნენ რა, სკოტი და სტაილსი რა და მამამისი რო დაადგა და ანუ ესე რომ თქვა, სტაილსის მამა რო აი ესე უყურებდა რა და აი ესე ჯერარდი რომ მოიხედავს, ნამდვილად არჯენტების ოჯახიდანაა. ეგ მომენტი იყო პრიკოლი პანაშვიძე. ნამდვილად არჯენტების ოჯახიდანაა. ხო, შეიძლება პიტერის მე თქვა, მაგრამ აი ის არის პერსონაჟი. პიტერი ფილმში გამოასწორეს. ძალიან დიდი. ხო, პიტერი განაინტერესებს ფილმში. აი, თან ხო არ არის მაინც და მაინც კეთილი პერსონაჟი, თან კეთილია, თან არა რა, მაინც ეხმარება და რაღაც. მაგრამ აი ძალიან იუმორი აქვს და რაღაც იუმორი შემოაქვს ფილმში, ცოტა დაძაბულობა როა, ცოტა ამხიარულებს და რაღაც რა. ჩემი აზრით ეგრეა რა. ეგ არ ვიცი რამდენად არის ჩემთვის პირადად, მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ანუ ესე ვთქვა ედიტის შემხვდა ადრე, რომ დერეკმა რომ ესე ვთქვა გულისპირი ამოუწვა, რომ ოღონდ გაიკურნა რა, ტყვია რომ დამოიღო თუ რაღაც საწამლავი რა და მე ფილმში რომ ესე ვთქვა იგივე წასაკიდით დერექს რო შური იწია რა. ანუ სათაური ქონდა ედიტს რომ პიტერის შურიც ძიებაო რა და ესე ვთქვა ეგ მომენტი არის ერთ-ერთი საუკეთესო რა ჩემი აზრით. ეგ ორი მომენტი რო შეადარო. აბაროტი აუღო ესე რომ ვთქვა. ოკეი. ხო, რავი.
ოკეი. აი, ეხლა გადავერთოთ YouTube-ზე გონი და ნელა დასასრულს მიმოხილდება ჩვენი გადავერთოთ YouTube-ზე მოვლის კითხვებს გმებზე აკეთებს. რას გვეტყვი? აი მე რო დაგისვავი. კი ბატონო, გისმენ. აი მომავალში რას გეგმავ რომ პოდკასტების გარდა რამე თუ აპირებ? ეს ხო ცალკე არხზე გაქვს პოდკასტები, მაგრამ არა. ალბათ არა. მაგრამ ოკეი. კაი, მისაგებია მაშინ. რავი, პოდკასტებიც საკმაოდ კარგი კონტენტია, თუ საინტერესო სტუმარი გეყოლება, რა თქმა უნდა, მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და უფრო მეტი ხალხიც გიყურებს, ასე ვთქვათ და ბევრი გიგულის შემატკივრებს რა. კი ბატონო. ხო, ხალხისთვის საინტერესოა რა, როდესაც საინტერესო სტუმარი ყავს, რა თქმა უნდა, როდესაც ის კონკრეტული პირი ადამიანი გაინტერესებს, რა თქმა უნდა, უყურებ რა. თან აი ესეთი რაღაცაც არის, არა მარტო სტუმარი რა, შენ საინტერესო უნდა იყო, ხო, ესეთი რაღაც არის, რომ აი მაინც სტუმრის გამო არ უნდა გიყურონ, შენ მომდე რა პიროვნულად. მე სიმართლე გითხრა, არ მომწონს ხოლმე. მე არ მიყვარს ხოლმე, ესე ვთქვათ, ფილმის გამო მოწვევა რაღაცა, რა მსახიობისთან რაღაცა ეგეთი რა. იმიტომ რომ ანუ ესე ვთქვათ, ჩემი გადმოსახედიდან თუ ადამიანი მაინტერესებს, ესე ვთქვათ, ადამიანი უნდა მაინტერესებდეს ისეთი და უფრო მეტი ფაქტი უნდა გავიგო სიტყვაზე. მე რომ მოვიწიო დილან ობრაიენი, ხო? კულისებში ჩავყვები, რომ აი აქ რას აკეთებდი ამ მომენტში და არა ის რომ აი როგორი მხიარულე სიტყვაზე გადაღებისას, ეგ ხო აზრობაა. მირჩევნია რომ დიღმისეულად ჩავყვები მეტი გავიგო მაგ ტიპზე, ვიდრე პირდაპირ ჩანს რა. თან ისეთი მომენტია, რომ აი როდესაც ცნობილი ადამიანი მოკავს პოდკასტში, რომელსაც ბევრი პოდკასტი აქვს ჩაწერილი, არის ხო რაღაც კონკრეტული პოპულარული კითხვები ვთქვათ რა, რომელსაც დაუსვავენ. შენ ცოტა განსხვავებული მხარე უნდა გქონდეს, რომ ეს განსხვავებულად მოუვარო და სხვანაირი კითხვა დასვა რა. კი ბატონო, და ეგაც პლუსი იქნება რა. იმას დავამატებ მე, რომ ანუ როდესაც წერდი, ხო, ანუ როდესაც ესე ვთქვათ, მქონდა სურვილი პოდკასტების გადაღების, აი სატესტო ეპიზოდი პირველი როცა გადავიღეთ, აი მაგ მომენტში საერთოდ გადავწყვიტეთ ჩვენ სამეურმა, მე, ლუკამ და გიომ, რომ კითხვები არ უნდა ჩამოგვეწერა, არ უნდა სიტყვაზე შეგვენახა სადღაცა, არამედ გადავწყვიტეთ უფრო საინტერესო იქნებოდა თუ ამ წამსვე მოვიფიქრებდით სიტყვაზე რაღაცა კითხვებს. იმიტომ რომ უფრო მეც იგებ მაგ ადამიანზე და როცა მოწერილი გაქვს კითხვები, ხო, ანუ შეუძლებელია რომ ესე ვთქვათ, ის პასუხი მიიღო, რომელიც გაკმაყოფილებს და როცა მაშინვე ფიქრობ, ხო, კითხვებზე გადაღების მომენტში და ამოჭრების გარეშე, ხო? მაშინ უფრო უკეთესია და უფრო კარგად უღრმავდები თვითონ პიროვნებას. კი. ხო, თავისით უნდა მოდიოდეს ეს კითხვები რა. აი მიმდინარეობის პროცესში, პოდკასტის მიმდინარეობის პროცესში. რას ამბობდით? რას ამბობდით? აი თვითონ პოდკასტის მიმდინარეობის პროცესში უფრო აი მაგ დროს უნდა მიმდინარეობდეს აი ფიქრი და რაღაც რა, რომ მაგ მომენტში უნდა ეგ ამოჭერი ძმა. ხო, კი ბატონო, მაგაში გეთანხმები. როდესაც ადამიანი ფიქრობ გადაღების მომენტში, ხო, ანუ უფრო მეტი კითხვა გებადება, უფრო მეტი ესე ვთქვათ, სიტყვაზე მე რო თავიდან ესე ვთქვათ ადამიანს არ ვიცნობდი, ხო, კითხვები არ მექნებოდა ამოწურები, არც ისე. და როდესაც ესე ვთქვათ, საუბრობ, ხო, ანუ უფრო თემა იშლება, რომ აი უფრო ჩაუღრმავდით სიტყვაზე, როგორც ახლა ჩვენ სერიალს ჩაუღრმავდით და რაღაცა. და ესე ვთქვათ, ანუ უფრო მეტად იშიფრება ყველაფერი, ვიდრე ესე ვთქვათ ამოწერილი კითხვაზე. მე რო გითხრა ახლა რა გვარი ხარ მეთქი და ოდიშვილიო რომ ითხრა და აი საიდან მოდის გვარი ოდიშვილი მეთქი უაზრობაა და რო გითხრა რომ აი საიდან მოდის შენი წამომავლობა აი როდის სიტყვაზე ან რაღაცა ხო უფრო იშიფრება რა. აი გვარი არ ვიცი, რავი. არა, მაგალითად მოიყვანე თორე ახლა. ხო, რა თქმა უნდა. ხო რა, აი პოდკასტის მიმდინარეობის პროცესში, როდესაც პირებასთან უფრო რაღაც კომუნიკაციას, რაღაც პოულობ სასაუბრო მასალას, ასე ვთქვათ, უფრო კითხვის თავისით მოდის რა და მაგის მიხედვით უფრო კარგი გადაწყვეტილება რა.
რო ეგრე კი დასვავდი ბატონო, კითხვას და არა დაიწერდი და მე არა. აი, ტელეფონი აქ ამაკ. მაინც ზოგი ტელეფონში იწერს რამე ზოგი სად. მარტო ტელეფონი აქ ამაკ, ეგეც დრო ნახო, გავიდა, არ გავიდა, რაღაცა ეგეთი რა, არ მოიწერა, არ მოიწერა და ესეა ჩემი, ესე ვთქვათ, რუტინა. Yes. აი. კიდე გისმენთ თუ რამე კითხვები გაქვს? მეტი არაფერი, მგონი ყველაფერი ამოვსურეთ რა. და ძალიან კარგად მივედი თითქმის ფინიშამდე, ასე ვთქვათ რა. ნუ მოდი ესეთი კითხვა მაქვს მე ფინალური. აი, რას ფიქრობ? Okay. როგორ გირჩევნია? იყოს ონლაინ პოდკასტი თუ ესე რომ ვთქვათ, ლაივ რეჟიმში, ანუ პირისპირო ვიჯდეთ მეტაში. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ კარგი კამერაც იქნება და რაღაც ლაივ რეჟიმში უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. აქ ცოტა შეიძლება ხმებიც ჭედავდეს ან რაღაც, მაგრამ ძირითადად ვცდილობთ ხოლმე, როდესაც ვიღებთ მოვაგოროთ ეგ პრობლემები რა. რა თქმა უნდა, ლაივ რეჟიმში უკეთესი იქნებოდა რაღაც კარგი გარემო რო ქონდეს შეკრული, პატარა ოთახი რო იყოს რაღაც, ესე პოდკასტურ დიზაინში, ასე ვთქვათ, და რა უფრო კარგად ვისაუბრებდით და უფრო ხალისად და საინტერესოც იქნებოდა ჩემი გადმოსახედიდან რა. სხვათა შორის სამომავლოდ ვაპირებ რაღაც მაგდაგვარს, ასე რომ თან საქართველოში, ასე რომ წინასწარ დავწერ community post-ში, რომ ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია თანხმდეს და გამომწერებთან ერთადაც გადავიღებთ. ხო, ძალიან საინტერესო იქნება. აი, ესე მინდოდა ჩვენი პოდკასტი. მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. არ დაგავიწყდეთ, ვინც ამას ბოლომდე უყურეთ. გამოიწეროთ არხი, ჩართოთ ზარისხილაკი და დაწერთ კომენტარი, შემდეგი ვინ გაგისტორდებათ და ვესწევი რომ მოვიწვიო და თქვენი ბოლო სიტყვა რო დატოვოთ ბატონო. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მოხვედით და ბოლომდე უყურეთ პოდკასტს. იმედია გესიამოვნათ და რა ვიცი, ჩემი აზრით, კარგი პოდკასტი გამიდა. მადლობა ყველას ყურებისთვის და ნახვამდის. და ლაიქეთ ვიდეო, გამოწერეთ ხე გოჭველი. ნახვამდის. ბაჰეთ.